და მეგობრებო, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. საქართველოს პირველ თამაშს რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს და ვნახოთ მოვიგებთ თუ არა. რუმინეთის მერე ავსტრალიას შევეჯიბრებით, ავსტრალიის მერე არგენტინას და ვნახოთ, კაი შეტევა ლობჟანიძე, კვარაცხელია შეუყოლა, ქოჩორაშვილი ჩააწოდე მაღალი, აქტიური დასაწყისი, მაგრამ ჯარიმა. აქ უკვე ჯარიმა იყო. და გაათამაშებენ ახლა რუმინელები. გაათამაშეს და შეტევაზე არ უნდა გამოუშვათ. ოპ, შეტევა მოდის, გაგნიძე, მიდი შეაჩერე, გაგნიძე შეაჩერე, კარგია შეაჩერა. რაც გურამკაშია წავიდა ნაკრებიდან, რაც გავყიდე, რაც კარიერა დავატოვებინე მის მერე საქართველოს ნაკრების დაცვა ვარდება პოზიციიდან და კარგია გაგნიძე. და კვარაცხელია, კარგია, მიდი, 1-1-ზე. ცარიელი, ხუჩა კვარაცხელია დარტყმა და ხვიჩა კვარაცხელია გოლ 1-0. 1-0. აბარა. ხუჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. დავწინაურდით. გაგნიძე, კარგია, ტაბიძე, კარგია, ოდიშარია ჩაწოდა, კვარა დარტყმა, კვარა, აბარა. 2-0. ეს რა დასაწყისია. მსოფლიოს კარგი დებიუტანტები ვართ. რა კარგი გოლი იყო. კაკაბაძე, კვარაცხელია, კიდევ ერთი შეტევა. ლომინაძე ჩააწოდა, კაკავისა, ჩაკვეტაძე, 3-0 უკვე. 3-0. გჯერათ აქ რაც ხდება, 3-0 უკვე. ოპა, ეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ახალი კლასია. მაგრამ დაცვა მაინც კარგი გვინდა, იმიტომ რომ რატომ გვინდა უფრო კაი დაცვა. რუმინელები მოდიან, მაგრამ გაგნიძე ადგილზეა და თამაშგარეთ მდგომარეობა. და რუმინელები არიან ახლა ბურთით. მაგრამ კვარა თუ წართ, მე ვერ წართვა და რუმინელები მოდიან შეტევაზე. პასი გააკეთა და ჯარიმა დავიდეთ აქ და ქოჩორაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ კარგად დაასხვია და ჯარიმა არ უნდა გაგვიტანონ ახლა. დარტყმა და აქ 2-1 ხდება ანგარიში. ეს რა ჯარიმა გაგვიტანეს. მაგრამ 2 გოლი 3-1-ია და 2 გოლი აქვთ გასატანი, რაც არ უნდა გავაკეთებინოთ. კარგია. კომბინაციას ვაწყობთ. ქოჩორაშვილი, ქოჩორა ჩაწოდა დარტყმა ვეღარ შესრულდა. სამწუხაროდ დარტყმა ვეღარ შესრულდა, მაგრამ ახლა შესრულდა და ჩაკვეტაძე გიორგი. აბარა, გიორგი ჩაკვეტაძე გაიტანა გოლი. ვნახოთ, აბა ახლა რა მოხდება. 4-1 არის უკვე. ძალიან საშინელი შეტევაზე მოდიან აქ და სამწუხაროდ გაგნიძე მიიღო. ანუ ლუკა გაგნიძე მიიღო წითელი ბარათი და მეორე ჯარიმა აქვთ რუმინელებს. არ უნდა გაგვიტანონ, დარტყეს და ეს ბერუაშვილმა აიღო. რუმინელები ძალიან სახიფათო არიან ჯარიმების დარტყმის დროს და იმედია აღარ შევეჯიბრებით, თორემ
ამათ სახიფათო ჯარიმების თავი არ მაქვს მე. პირდაპირ კარში გავუშვა, მაგრამ არ ივარგა. და კარგია და დარტყმა და 5-1 არის გოლ და პირველ სამქულასთან ძალიან ცოტა გვაშორებს და პირველი მეორე ან მესამე ადგილზე გამსვლელი გავა მერვედ ფინალში. ნახოთ რომელს უფრო მეტად უნდა მერვედ ფინალი და რომელი სამი გუნდით მოხდება მერვედ ფინალში, მაგას ნახავთ. და ოღონდ ურთულესი შეხვედრა აქ ხარება უნდა წითელი ბარათი მიყო, მაგრამ მე ავსტრალიასთან გვაქვს შეხვედრა. ავსტრალია რთული გუნდია, მაგრამ მე უფრო რთულთან გვაქვს შეხვედრა არგენტინასთან. დაარტყეს და კიდევ გოლი გაგვიტანეს ჯარიმიდან. ასე ზიდორი გოლი ჩვენთვის მე მგონი ჯარიმიდან არ გაუტანიათ. იმიტომ რომ ძალიან სახიფათოები არიან რუმინელები და რუმინელების მეტი ამას ვერც ვერავინ გააკეთებს. და ქოჩორაშვილი კაია, ჩაკვეტაძე კვარაცხელია, დაარტყმა თუ შესრულდება და შესრულდა, მაგრამ კარისკენ არ წავიდა. და მოარტყა და აგერ მორჩა პირველი ტაიმი და მეორე ტაიმით დაიწყო. მეორე ტაიმს ვიწყებთ ჩვენ 5-2 ანგარიში. და რა ხდება, ცუდი შეტევა. აბა უნდა გადაურჩეთ და გადაურჩით აქ. ბერუაშვილი ქოჩორაშვილი გაუყოლა ლობჟანიძე დარტყმა. ახლა უფრო ლამაზ გოლებს ეცდებიან ქართველები, იმიტომ რომ დიდი უპირატესობა აქვთ. და რა ხდება, კვარად აპირებს პირდაპირ კუთხურიდან შეაგდოს კარში და შეაგდო კარა რაღაცა შეაგდო. ქოჩორაშვილი კარგი ჩაწოდება 1-2-3-4-5-1-ზე ვართ. დარტყმა და პირდაპირ კარში არა. აბა პირდაპირ კარში და ჯარიმა გვაქვს აქ. ეს ჩვენი არა იმათი ჯარიმა ყოფილა. და მოდიან კარგ შეტევაზე. შეაჩერეთ და სახიფათო ჯარიმა შეიძლება გაგვიტანონ გოლი ოდიშარიას წითელი ბარათი და რამდენი 8 კაცი საქართველოს ვუგებთ რუმინეთს და რაც მთავარია შემდეგში ავსტრალიასთან ბევრი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები გვეყოლება. ბერუაშვილი ამოარტყა, პასი ზუსტი არ გამოვიდა. ჩაკვეტაძე გააყოლა, ქოჩორას გაუყოლა 3-6-7 არა უკვე 6-1-ზე ვარ. დარტყმა 6-2. რაღაცად გოლების წვიმა წამოვიდა. ყოლეთ რა კარგი გოლი გავიდა. და რუმინელების შეცვალებს განახორციელებენ ეს თუ ამათავეში უშველით.
კარგია. 7-ით 2 უნდა გახდეს. და რა ხდება? ჩააბრუნე საჯარი მოში, ვერ ჩააბრუნა. და აქ სახიფათო შეტევა. და გადავრჩით აქ 8 ცილეს. დაცვა შესუსტებული გვყავს არგენტინასთან ნამდვილად არ გამოგვადგება. ბერუაშვილი დაარტყა. გურამკაშია სწავლის მიზეზი ალბათ ეს ყველაფერი. ჩაკვეტაძე დაარტყა პირაპირ კარში და ეს სად დაარტყა ლობჟანიძე. აქ რუმინელებმა შეცვლილები განახორციელეს და თამაშგარე მდგომარეობა. აქ რუმინელები არიან, მაგრამ ჩვენ დავიბრუნეთ ბურთი. ოპა, აბა კარგი შეტევა. 7-2 თუ გახდება, ჩააწოდა საჯარი მოში და ნოდოლომინაძე 7-2. ეს უკვე ძალიან მაღალი დონეა. ასეთ დონეზე არგენტინას კარგად დავხვდებით, ფიქრობთ? რუმინელების შეტევა აქ და ვერავინ ვერ გადაგვარჩენს გარდა ბერუაშვილისა და ბერუაშვილმა გააკეთა ეს. ამოარტყა კვარაცხელია. აბა 8-2 ჩააწოდა პასი გააკეთა 8-2. ეს უკვე ძალიან ძლიერები ვართ. ეს წესით მეკარეს უნდა აეხო. და კიდე აბა 9-2 შეგვიძლია. მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა შეგვიშლის აქ ხელს. და დამთავრდა თამაში. და საქართველოს შეხვდება